მართველი პარტიის და ხელისუფლების ასეთი სიმშვიდე, როცა ის ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ჩვეულებრივად აგრძელებს საქმიანობას და ორიენტირებულია სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემის და საკითხის გადაჭრაზე. რამდენად გულწრფელი გგონიათ, მოდით ამას კითხავთ თავდაპირველად. მოგესალმებით ლელა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ახლა უსმენდი, ნაწილზე მეღიმებოდა, ნაწილზე ბრაზობდი, მაგრამ რაციონალურად რომ შევხედოთ ამ განცხადებას, არის პროპაგანდის კლასიკური მაგალითი. ხო, ანუ თქვენი თქმის არ იყოს, ქვეყანაში არის სადაც არ გაიხედავ ყველა მიმართულებით პრობლემა, ფუნდამენტური პრობლემა, ეკონომიკური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და ამ ვითარებაში გამოდის ეგრეთ წოდებული პრემიერი, ივანიშვილის პრემიერი, ლაპარაკობს რაღაცეებზე და თავაზობს ალტერნატიულ რეალობას. ანუ უნდა რომ ვილაპარაკოთ იმ თემ, უნდა რომ ვილაპარაკოთ კალაძის დაჯილდოებაზე, ხო, რაღაც 20 წლის წინ აიღო თასი კალაძემ და აი დღეს დაჯილდოებენ და უნდა რომ ეს იყოს თემა. უნდა რომ ვილაპარაკოს რაღაც ციფრებზე, რომლებიც სრულად აცდენილია რეალობას, ხო? იმის ნაცვლად რომ საზოგადოება ვილაპარაკოს, ხო? იმის ნაცვლად რომ ვილაპარაკოთ და გვახსოვდეს ის რომ საქართველოში დღეს არის ათეულობით 60 სინდისის პატიმარი, მაგალითად ის რომ საქართველოში პრაქტიკულად დასრულდა საგარეო კურსის ცვლილება და ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ჩაესვება და 6 ჯერ შეხვდნენ უკვე იმ ქვეყნის ლიდერს, ეს არის უნგრეთი, რომელიც თავის მხრივ არის კეთროვანი ევროკავშირში, ხო? აი ამ ყველაფრის გადაფარვა უნდა. საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მოგუდვა ზუსტად იმიტომ უნდათ, რომ აი ეს ჟღერდეს, აი ეს ზღაპრები, რომელიც ახლა 5 წუთი მე და თქვენ ვისმინეთ და რომელიც საზოგადოებას უნდათ რომ დააჯერონ. მაგალითად, ახლა შორს რო არ წავიდეთ, რაღაც დაზოგვაზე საუბრობს, მაგალითად, რკინიგზის ოპტიმიზაციის პირობებში, ხო? რკინიგზა, საქართველოს რკინიგზა 2012 წელს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მომგებიანი სახელმწიფო საწარმო. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან ზუსტად იმიტომ, რომ რაღაც პარტიული კადრების სახრავად აქცია ეს სუპერმომგებიანი საწარმო, 10 წელი ამუშავა წაგებაზე. ანუ ეს უნიკალური რაღაც ამას მოხერხება უნდა. რკინიგზა აპრიორი ისეთი აქტივია, ასე ვთქვათ, რომ თუ რაღაც შეგნებულად არ გააფუჭე, ის ძალიან დიდ ფულს წერს და წერს სახელმწიფოსთვის. ხო? მათ 10 წელი ამუშავეს ეს საწარმო წაგებაზე, თუ მეტი და ეხლა რაღაც ოპტიმიზაციას აკეთებენ და ამას გვთავაზობენ როგორც რაღაც პოზიტიურს. რა თქმა უნდა, ამისთვის არის საჭირო დამოუკიდებელი მედია, რომ აი ეს ყველაფერი სათითაოდ გაანალიზოს, სიმართლეს შესთავაზოს მაყურებელს, მაგრამ ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, თქვენ ახსენეთ მედიის კანონმდებლობა, ესეც არის ზუსტად. ხო, ზუსტად ამ თემაზე მინდა ბატონზე გადავიდეთ. ჩვენ ირაკლი კობახიძეს ისევ დაუბრუნდებით წლიური ანგარიშის კონტექსტში, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში, თუმცა მანამდე აი სწორედ ის პრობლემური თემები, რომელიც ახლა იქცევს ყურადღებას და ერთ-ერთია სწორედ ის საფრთხე, რომელიც ემუქრება კრიტიკულ მედიას, მაყურებლებს რომ ვუთხრათ რაზეა საუბარი, მოქმედება დაიწყო მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ახალმა ნორმებმა, რომელიც მედიის მუშაობას აქცევს ჩარჩოებში, გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა ტელეკომპანია პირველს, ფორმულას და მთავარ არხს, რომლის მხოლოდ ვებგვერდი ფუნქციონირებს ამ დროისთვის. სახელმწიფო პარტია მოითხოვს საინფორმაციო გამოშვებებში აღარ იყოს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიც არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე, ოლიგარქის დეპუტატი, რეჟიმის საქალაქო სასამართლო, ისე როგორც ქართული ოცნება ჩივის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენების გამოც. მიუკერძოებლობა ქართული ოცნების გაგებით ნიშნავს ჩუმად ყოფნასო, ასეთია თქვათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში გაკეთებული განცხადება. რა არის თქვენი სათქმელი? პირველ რიგში ნახეთ, ესეც როგორი ერთგვარი ვერაგი ბოროტი პროპაგანდის შედეგია. ადამიანი, რომელსაც არ აქვს მაინდა-მაინც ყოველდღიური შეხება პოლიტიკასთან, რომელიც შეიძლება უბრალოდ აი ამ ნიუსს იგებდეს, რომელიც დაკავებულია იმით, რომ ყოველდღიურად საკუთარი თავი და ოჯახი გაიტანოს, ვინაიდან ზუსტად აი ამ დღეში კორუფციის და ნეპოტიზმის და სხვა მანკიერის პრაქტიკის გამო, რომელიც აი ამ დღეში ჩააგდო რეჟიმმა, ის ადამიანი რო ისმენს ასეთ ნიუსს, ხო, წარმოიდგინეთ ქართულმა ოცნებამ, ტელევიზიებს, კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. იფიქრებს, რომ ნახეთ როგორი ქვეყანა გვაქვს, აი მართლმა პარტიამ ამ ტელევიზიებს სადღაც უჩივლა, კი არ დახურა და ასე შემდეგ. მაგრამ ეხა რეალობა როგორია სინამდვილეში? რეალობა არის ისეთი, რომ ქართულმა ოცნებამ ხელში ჩაიგდო კომუნიკაციების კომისია და პრაქტიკულად მისი კადრებით არის 100% დაკომპლექტებული ეს ორგანო. ქართულმა ოცნებამ შეცვალა კანონი იმგვარად, უბრალოდ თავის თავზე მოირგო ისე რომ რაც უნდა იმას ვიტყვით და რასაც არ უნდა იმას ვერ ვიტყვით. სიტყვებს
გვიცენზურებს, ხო? აი რეალურად ამ საბჭელებში რა წერია? რა სიტყვით ეთერში, როგორ იტყვით, რა სიტყვებს გამოიყენებს, ამის დადგენის და ამის რეგულირების უფლება მისცა საკუთარ თავს, ხო? და შემდგომ ვითომ უჩივლა, ანუ ქმნის საბეჭდილებას, რომ რაღაც პროცესია, მაგრამ იმ თავითვე წინასწარ დადგენილია, რა მოხდება, ვინაიდან პროცესიც, კანონიც, პერსონალიების ყველა, ვინც ამ პროცესში ჩართული არის, ერთი დიდი თამაშის ნაწილი, ანუ რაღაც შოუს დგამენ და ამას თავაზობენ საზოგადოებას თითქოს დემოკრატიული პროცესთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ეს არის კლასიკური ავტორიტარიზმი უკვე და დამთავრდა დემოკრატიის უკუსვა და ასე შემდეგ ეს ტერმინები, ანუ ავტორიტარიზმი, რომელიც ყოველდღიურად უკან მიდის, როდესაც თვითონ მამუკა ბინარაძე აღიარა სხვათა შორის, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვასწავლიან პროტესტანტებიო, თუ რა უნდა შევცვალოთ, რომ აუგრძალოთ და შევზღუდოთ მათი მოქმედების არეალი. იგივე ეხება ტელევიზიებს. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ კარგად გავიაზროთ, უბრალოდ რაღაც სიტყვა არ მოეწონებათ, კანონით აკრძალავენ მათ გამოყენებას. მაინც გამოიყენებ, დააჯარიმებენ ტელევიზიას, კიდე გამოიყენებ, დააჯარიმებენ რესპონდენტს, წამყვანს, მესაკუთრეს, ანუ ეს ყველაფერი ვითომ კანონიერად ხდება, მაგრამ ფაქტობრივად ზუსტად ეს არის თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი მედიის აღზრდა. ბატონო, აი პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ სპექტრში ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ აი მედიის მუშაობასთან დაკავშირებით მიღებული ხისტი კანონი მაინც უფრო ქაღალდზე დარჩებოდა, ანუ ერთგვარად მკვდარი კანონი იქნებოდა და მას ქართული ოცნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებდა, თუმცა ნუ ხედავთ, რომ ასე არ არის, საკმაოდ ფართოდ ხდება მიღებული ნორმების პრაქტიკაში იმპლემენტაცია. ამას ემატება ის, რომ რამდენიმე დღის წინ უკვე ეგრეთ წოდებული ფარად შევიდა ძალაში, რომელიც არასამთავრობო სექტორს აქცევს ჩარჩოებში, ასევე ამას ემატება ის, რომ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაც დაიწყო ქართულმა ოცნებამ. აი რითი შეიძლება აიხსნას ის, რომ ხელისუფლება ასე ვთქვათ, რქებით მიდის და რქებით აწვება ყველას და ყველაფერს, რაც მას წინ ეღობება. რატომ არ აქვს, მოდით უხეშად გითხრათ, მუხრუჭი ქართულ ოცნებას? მოდით პირდაპირ გადავახტეთ, ასე ვთქვათ, ესეც ბილ სიტყვებს და მოკიბვას და ვთქვათ, რომ ქართულ ოცნებას იმ თავითვე ქონდა ერთი განმასხვავებელი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ეს იყო მისი აფილირება რუსეთთან. დღეს იმ ვითარებაში, როდესაც ყველა კარტი გახსნილია, რუსეთს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ კიდე დემოკრატიობა ნაათამაშოს და საქართველოში გარისკოს ის, რომ საქართველოს შეიძლება დაიკარგოს რუსეთისთვის. ხო, შესაბამისად, მაშინ, როდესაც რუსეთს ძალიან უჭირს, თავის ტერიტორიაზე უჭირს, მარტო უკრაინაში კი არა, ამ ვითარებაში პირდაპირ დავალებაა გაცემული, რომ საქართველოში ყოველგვარი წინააღმდეგობა, თავისუფალი სიტყვა, პროტესტი, პოლიტიკური პროცესი უნდა დამთავრდეს, დასრულდეს და საქართველოს უნდა იქცეს ეგრეთ წოდებული რუსული მიერის ნაწილი. აი ამას ემსახურება ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების და სინამდვილეში რუსული ოცნების ყველა ქმედება დღეს. შეუძლებელია ოცნების ქმედებები განვიხილოთ რუსული გეოპოლიტიკური მიზნებისგან დამოუკიდებლად. და რუსული გეოპოლიტიკური მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთით, როგორც უკრაინის აღმოსავლეთში, ასევე საქართველოს მთლიანად მოიცავს ეს, იყოს მთლიანად მისი გავლენის სფერო. აი ამას ეფუძნება ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს და ივანე შუმა პირდაპირ თქვა რამდენიმე წლის წინ ამხრივ უბრალოდ მან ტაქტიკა შეცვალა და გაამკაცრა, ვისაც არ მოგწონთ წადით, როგორც ხედავთ, ვისაც არ მოწონს და არ მიდის იმათ აპატიმრებს, ან აჩუმებს, ან აჯარიმებს იმგვარად, რაც პრაქტიკულად ოჯახების ყველობის ტოლფასია, ხო, ადამიანი, რომელიც თვიდან თვემდე მუშაობს და საკუთარ ოჯახს ყვებავს და უბრალოდ რუსთაველზე პროტესტის გამოხატვისთვის 5000 ლარი ჯარიმდება, ანუ ეს არ არის უბრალოდ ჯარიმა როგორც ასეთი. ეს არის ამ ოჯახისთვის სიცოცხლის უნარიანობის მოსპობა. და ზუსტად აი ამას აკეთებს მიზანმიმართულად და ანუ ძალიან ბოროტად მე ვიტყოდი ქართული ოცნება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გვახსოვდეს ამ კონტექსტში ის, რომ თვითონ ქართული ოცნების რიტორიკა ოდესღაც იყო ის, რომ აი წინა ხელისუფლებაო ბიუჯეტს ჯარიმებით ავსებდა, ანუ გვეხსოვნება ხო ეს ჭორი რო იყო ასეთი და ჯარიმები გაათმაგდა და ზოგ შემთხვევაში გაასმაგდა. ათეულობით და შეიძლება ასეულობით მილიონია ის თანხა, რომელიც შედის და ამით ამაყობენ დღეს. ხო, რეალურად რაღაცნაირ სადისტურ სიამოვნებას იღებენ იმით, რომ უბრალოდ რუსთაველზე გასული უბრალო მოქალაქე, რომელიც პროტესტს გამოხატავს ამ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ჯარიმდება ზოგი 10ჯერ და 20ჯერ ჯარიმდება 5000 ლარიანი ჯარიმით. აი ეს ვითარება გვაქვს ეს ქვეყანაში, რომელიც ვიმეორებ, თავიდან ბოლომდე არის განპირობებული რუსული გეოპოლიტიკური ინტერესებით. ისევ ირაკლი კობახიძეს მინდა დაუბრუნდეთ ბატონზაზე, აი ამდენი კრიტიკის ფონზე ძალიან პოზიტიური შეფასებებითაა სავსე ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიში, რომელთაც ის ივნისის ბოლოს წარდგება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.
ქვეყანაში, მაგალითად პრემიერი ამბობს, რომ დაიწყო მუშაობა ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე. ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტებიო, ესეც წერია კობახიძის ანგარიშში, ისე როგორც ნათქვამია, რომ გრძელდება ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა, ასევე ირაკლი კობახიძე ამ დოკუმენტში ჩინეთთან ურთიერთობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ შესამჩნევად გააქტიურდა თანამშრომლობა ჩინეთთან პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლების სფეროებში 2024 წლის მონაცემებით ორმხრივმა სავაჭრო ბრუნმა $1.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა მთავრობის ინფორმაციით. აი, მთავრობის მეთაურის ანგარიშზე რა სიტყვით, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გუშინ შევიდა. ალბათ გადაავლებდით თვალს იმ ძირითად პოსტულატებს, რითაც ირაკლი კობახიძე და ზოგადად მთავრობა ხელისუფლება ამაყობს. ეს არის პარალელური, არარსებული რეალობა, რომელსაც საკუთარი თავისთვის ხატავენ, რომელსაც ალბათ რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში ცდილობენ საზოგადოებას შესთავაზონ. რა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი, როდესაც ევროკავშირის არც ერთი ლიდერი ორბანის გარდა უბრალოდ არც კი ხვდება ქართული ოცნების ლიდერებს. უბრალოდ არ ჩაესვლებათ მათ იმ ვითარებაში ვარ ჩვენ, ეს არის ალბათ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო სამარცხვინო ვითარება, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი მხარზე რო ხელს მოუთათუნებს ირაკლი კობახიძეს და 15 წუთი გამოელაპარაკება გავლისას, აი ეს ხდება ნიუსი მათთვის, ხო? აი ამაზე აგებენ რაღაც სპეკულაციებს და მოლოდინებს და იმედებს, რომ აი იმ 15 წუთი არა, წამში, ხო, იმ 15 წამში ისეთ რაღაცა ილაპარაკებს, თუმცა ვისი იმედიც უნდა ქონდეს. არანაირი ვიზიტები არ მიმდინარეობს, არანაირი კონტაქტები აღარ არის უმაღლეს დონეზე ევროკავშირთან. პირიქით, ევროკავშირის ლიდერები, ამერიკის ხელისუფლება პრაქტიკულად ყოველდღიურად ახალ სანქციებს აწესებენ ქართული ოცნების ლიდერების მიმართ და ეს არის გამოხატულება იმ დამოკიდებულების, რომელიც საქართველოს მეგობარ ქვეყნებს აქვთ იმ რეჟიმის მიმართ, რომელმაც პრაქტიკულად ხელში ჩაიგდო და მძევლად აიყვანა ქართული ხალხის ნება. ანუ ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მათ ქვეყანა მიყავთ სხვა მიმართულებით. მიყავთ ევროკავშირის წინააღმდეგ, მიყავთ რუსული გავლენის აქცევენ რუსული გავლენის ქვეშ და აი ამისთვის მათ აქცენტირებენ. ამ ფონზე ახლა ირაკლი კობახიძე გამოდის და გვეუბნება, რომ თურმე რაღაც უმაღლეს დონის ვიზიტები შედგა და რეკომენდაციების შესრულება მიმდინარეობს. დასრულებულია მათი ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებში დასრულებულია როგორც ევროკავშირზე საუბარიც, ასევე ნატოზე საუბარიც და საქართველოს ევროკავშირის ევროინტეგრაციის კურსი საბოლოოდ არის მის შეძლული ჯიში. ბატონზაზა, რადგან ორბანთან შეხვედრები და უნგრეთში ვიზიტები ახსენეთ, გასულ კვირასაც კიდევ ერთხელ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე უნგრეთში სამთავრობო გუნდთან ერთად. ამჯერად მან ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, ვიდრე გითხავთ იმაზე რა მესიჯებიც ჰქონდა ირაკლი კობახიძეს, იქამდე ირაკლი კობახიძის მიმართ ორბანის შეფასებაზეც მინდა დაგისვათ კითხვა გეღიმებად, თუმცა უთხრათ მაყურებლებს რაზეა საუბარი. ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა თავი არ დაუხარა ბრიუსელსო. კობახიძის შესახებ ეს ყველაფერი თქვა სწორედ ორბანმა აღნიშნულ კონფერენციაზე. აი რა გონიათ მიზეზები იმის, რომ ორბანი კობახიძით ასეთი აღფრთოვანებულია და მეორე მხრივ რატომ ჩათვალა საჭიროდ, რომ ირაკლი კობახიძის შესახებ და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით მას აი ესეთ საერთაშორისო ტრიბუნიდან ესაუბრა. ორბანმა მხოლოდ ორი ადამიანი ახსენა მისი სიტყვით გამოსვლისას, ერთი იყო ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მეორე სწორედ ირაკლი კობახიძე. ორბანსაც ძალიან უჭირს დღესდღეობით სინამდვილეში და ერთადერთი ევროპელი ამ შემთხვევაში ფორმალური ლიდერი, რომელიც მასთან საუბრობს და საუბრობს ძალიან მაღალი სიხშირით, ეს არის კობახიძე. ლიდერზეც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ფორმალური ლიდერი, ვიდრე და როდესაც საუბრობს ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი კობახიძეს არავინ არ დაუმარცხებია. ირაკლი კობახიძე როგორც პოლიტიკური ფიგურა არ არსებობს, არსებობს ივანიშვილი და არსებობს რუსეთი, რომელიც მის უკან დგას და რომელიც აი ამ ყველაფერს განსაზღვრავს. უბრალოდ ამ შემთხვევაში მათ შემოგთავაზეს კობახიძე როგორც ამ ფრონტის სახე, დროებითი სახე და თქვენ ხედავთ, რომ სახეები ისე იცვლება, რომ პოლიტიკა არ იცვლება, ხო? იყო ღარიბაშვილი, მე შემოგთავაზეს კობახიძე, ღარიბაშვილი ორჯერ იყო. ამ შემთხვევაში კობახიძის წარმოჩენა რაღაც ამ ლიდერად და მით უმეტეს გმირად ღიმილის მომგვრელია. საერთოდ გაუგებარია, რას ნიშნავს საერთაშორისო პატრიოტი, ეგეთი სიტყვით შეთანხმება ალბათ არასდროს არავის არ გაუგია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ჩვენ როგორც ქართველებმა გავაცნობიეროთ, რას გვთავაზობს
ივანიშვილის რეჟიმი. ივანიშვილის რეჟიმი გვეუბნება, რომ ანწუხელიძე არის ვიღაცის პიარს შეწირული გმირი და რეალური გმირი არის ირაკლი ყობახიძე. უბრალოდ აი ამაზე მინდა დავფიქრდეთ. დიახ. შეურაცხყოფას აყენებენ იმ ადამიანს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის გაწირეს თავი და ამ კომიკულ ფიგურას, კაცის კაცს, ხო, ანუ როგორ ეძახიან, ხო, ანუ პუტინის კაცის, ასე ვთქვათ, ხელისბიძს წარმოგვიჩენა როგორც გმირს. ახლა, გმირობის სხვა სტანდარტი გვაქვს ჩვენ 3000 წლოვან ისტორიაში. და გმირებითაა სავსე ჩვენი ისტორია. თუ რამე არ არის ყობახიძე ეს არის გმირი, მაგრამ ვიმეორებ ამაზე საუბარი მათ მაინც აწყობთ, იმიტომ რომ სანამ ამაზე ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ რეალურ პრობლემებზე. არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზურა ჯაფარიძე ზის ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მათ რაღაც კანონი დაწერეს, რაღაც შოუ დადგეს, წულუკიანის ცირკი და ამ ცირკში არ მისვლისთვის დღეს უდანაშაულო ადამიანი, მართლა პატრიოტი ადამიანი ზის ციხეში არაფრის გამო. ანუ არაფრის გამო ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ყობახიძე არის თუ არა გმირი და უდანაშაულო ადამიანები ზურასნაირი კიდე 60 კაცია არაფრის გამო შედან ციხეში. აი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. აი ეს არის უზენაესი ბოროტება, რომელსაც ივანიშვილი გთავაზობს და ამას გთავაზობს კანონის სახელით თითქოს. ანუ თვითონ დაწერს კანონს და მე ამ კანონს თუ არ შეასვა, აი აქ თუ არ დაждები და აქ დაждები, მაშინ ჩაქვსვამ ციხეში. ეს ყოფილა ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია, რომელსაც შეგვკვირდა 2012 წელს. მაინც უნდა კითხოთ ირაკლი ყობახიძის მესიჯებზეც, რომელიც მან ბუდაპეშტში გააჟღერა, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობთ სხვა თემებზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი, შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა საკითხებზე ვსაუბრობთ, თუმცა საინტერესოა მაყურებელმა იცოდეს, რატომ კეთდება საქართველოს პრემიერის მხრიდან, მით უმეტეს საერთაშორისო ტრიბუნიდან ის განცხადებები, რაც კეთდება და რა გათვლა და მიზანი აქვს ამ ყველაფერს. კერძოდ ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ყობახიძემ ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეაფასა და თქვა, რომ ვხედავთ ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას, აგრესიული და შეუწყნარებელი უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავთ სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და LGBT პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას. აი ორბანის სიტყვებით რო ვთქვათ, ყობახიძემ ბრიუსელს თავი აი არც ამ საერთაშორისო ტრიბუნიდან დაუხარა, მან მისი გამოსვლის დროს ზუსტად იმ ნარატივებს დაუთმო, რაზეც ქართული ოცნება საქართველოშიც საუბრობს, ხო, რომ არსებობს LGBT პროპაგანდა, რომ deep state-ი ებრძვის იდენტობას, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ გარე ძალებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, რა დატვირთვა შეიძლება ქონდეს ამ მესიჯებს უკვე საქართველოს გარეთ საერთაშორისო არენაზე? ისინი ცდილობენ საკუთარი თავი წარმოადგინონ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად, ლეგიტიმურში გულისხმობ იმას, რომ თითქოს მათ გააჩნიათ გარკვეული იდენტობა, ხედვა, პოლიტიკური ნიშა და აი ამ ნიშიდან და იდენტობიდან გამომდინარე ახორციელებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებენ. სინამდვილეში ქართული ოცნებისთვის ეს ყველაფერი არის სიტუაციური გადაწყვეტილებები. გავახსენებ ტელემაყურებელს, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ისინი იყვნენ ევროპელი სოციალისტების ოჯახის წევრი, ევროპელი სოციალისტების პარტიების ნაწილი იყო ქართული ოცნება, სანამ იქიდან კინწისყრით არ გამოაგდეს, ანუ ევროპელი სოციალისტები რადიკალურად განსხვავებულია იდეოლოგიურად იმ ხაზისგან, რასაც ისინი დღეს ატარებენ. ხო, უბრალოდ იქიდან გამოაგდეს და გადაეწყდნენ თითქოს გახდნენ აი ამ რაღაც ულტრაკონსერვატიული მიმართულების მომხრენი და გამზიარებელნი, მაგრამ თავარი მაინც ის არის, რაც თქვენ ბრძანეთ ლელა, რომ აი, როდესაც პრემიერი გამოდის სადღაც, ხო, ეგრეთ წოდებული პრემიერი და საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ბრიუსელს არ დაუხარებთ თავი, ქვეყანა ვართ, რომელიც არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და ეს ოკუპაცია ამ ივანიშვილის ხელისუფლებისთვის თუ რეჟიმისთვის საერთოდ თემა არ არის. საუბრობენ ბრიუსელისთვის თავის არდახრაზე, მაგრამ არ საუბრობენ რუსეთისთვის თავის არდახრაზე. ანუ წარმოვიდგინოთ რაზეა საუბარი. საუბრობენ სუვერენიტეტის გამტკიცებაზე, მაგრამ არ მოიაზრებენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ეს არის რეჟიმი, რომლისთვისაც მხოლოდ საკუთარი თავის და საკუთარი ოჯახების და კორუფციული ინტერესები არის განსაზღვრელი, ასე რომ არ იყოს, მაშინ გაუგებარია, როგორ შეიძლება რომ საქართველოს ისტორიული მეგობარი, ყველაფერში ჩვენი გვერდში მდგომი, კოლექტიური დასავლეთი ეგრეთ წოდებული, ხო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები გაიუცხოვო
და ისაუბრო იმაზე, რომ რაღაც ბრიუსელს არ უხრით თავს და საერთოდ ამორიცხო შენი რიტორიკიდან რუსეთის ფაქტორი. ეხლა რო ვნახოთ ეს deep state-ზე განცხადებები ახსენეთ თქვენ, რო ვნახოთ რას საუბრობს, რას ამბობს deep state-ზე რუსული პოლიტიკური ელიტა, ერთ-ერთია ქართული ოცნების რიტორიკასთან. პრაქტიკულად იდენტურია მათი მესიჯები, ამიტომ ვამბობთ, რომ ეს მესიჯები საქართველოში კი არ იწერება, მოსკოვში იწერება და აქ იგზავნება ინსტრუქციის სახით. მაგრამ კარგიც არის ის, ერთი რაღაც ვახსენოთ, მაგალითად იგივე გუშინ აი სუპერ წარმატებულ უკრაინულ ოპერაციას თუ გავიხსენებთ, რომელიც უკრაინამ ჩაატარა რუსეთის სიღრმეში და გაანადგურა ობობას ქსელი, კი ბატონო, და გაანადგურა რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ფლოტის 1/13 ერთ დღეში. აი ამის შემხედვარე დუგინი წერს, დუგინი არის პუტინის ერთგვარი ალტერ-ეგო, რომელიც ახმოვანებს მათ იმპერიულ ხედვებსა და შიშებს. მან თქვა, რომ ტრამპი ვერ უმკლავდება deep states, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთს უმთავრდება ილუზია ტრამპთან დაკავშირებით. და ძალიან კარგია. გავიხსენოთ ასევე ის, რაც განაცხადა ზელენსკიმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ რუსეთის დელეგაცია, რუსეთის დელეგაცია არის შემდგარი თავხედებისგან და თუ ერთი-ორი ოპერაციას კიდევ ჩავატარებთ იმის მსგავს, რაც ჩატარდა რუსეთის ზურგში ამ 2 დღის წინ, მაშინ ისინი ადამიანებს დაემსგავსებიანო, ხო? ამაზეა საუბარი და სინამდვილეში აი ამის ეშინია ივანიშვილს, ამის ეშინია პუტინს, ამის ეშინია ყველას, ვინც არის საქართველოს წინააღმდეგ, ვინც არის ევროპის წინააღმდეგ, საერთოდ ცივილიზაციის წინააღმდეგ. ეს არის ფუნდამენტურად ანტიცივილიზაციური ძალა, ეს ალტერნატიული ცივილიზაციაც კი არ არის. კარგი. ბადოზაზა, აი ტრამპი და ამერიკა ახსენეთ და მოდით სწორედ ამერიკით და ვაშინგტონით დავასრულოთ, ოღონდ საქართველოსთან ურთიერთობის კონტექსტში. ხა გასული კვირა დავასრულეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით და მასზე ბიძინა ივანიშვილის პასუხის შეფასებით. საუბარია ამერიკის ელჩის სურვილზე შეხვედროდა და აუდიენცია გაემართა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა როგორც ვიცით, ეს აუდიენცია ვერ შედგა იმის გამო, რომ ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა. ხა გადის რამდენიმე დღე და საქართველოში ჩამოდის სენატორი სტივ დეინსი, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რომელიც ხვდება ირაკლი კობახიძეს. ხა თავად დეინსის განცხადებით მტკიცედ მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით, თუმცა კობახიძის განმარტებაა, რომ შეხვედრა თავისი არსით განსხვავდებოდა იმისგან, რაც წარსულიდან ახსოვთ და საუბარი იყო აბსოლუტურად ჯანსაღი კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაზე. შესაბამისად, აი როგორ ფიქრობთ პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან რუბიოს რა პრიორიტეტები და გზავნილები გადაეცა კობახიძეს და მეორე მხრივ როგორ უნდა ჩაევლო თქვენი აზრით ამ შეხვედრას დახურულ გარსმევმა? ჩვენ ვხედავთ იმას, თუ როგორ ხორციელდება ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და პირველ რიგში ეს გამოიხატება მეგობარი აქტის ასეთ სწრაფ გატანაში ჯერ კონგრესის ქვედა პალატაში და ამჟამად უკვე იმყოფება სენატში, ხო? თუ რაიმე შეიცვლება ამ მიმართულებით, ეს უნდა აისახოს არა ერთი კონკრეტული სენატორის პოზიციაზე, არამედ მთლიანად სენატის პოზიციაზე და შესაბამისად აისახება ამ აქტის შემდგომ განვითარებაში. რაც შეეხება განმარტებებს, ახლა ცხადია ივანიშვილი უდიდეს რესურსს ხარჯავს იმაში, რომ რამენაირად, მათ შორის ლობისტურ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ რამენაირად ან ტრამპამდე მიაღწიოს, ან რომელიმე მეტნაკლებად სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურამ. და აქამდე ჩვენ ხედავდით, რომ მთელი აი ამ რესურსების ხარჯვისა და მცდელობების მიუხედავად, ყველაზე მაღალი დონის ფიგურა, რომელთანაც მათ კომუნიკაციის დამყარება შეძლეს, იყო ეგრეთ წოდებული არ ვიცი რას არქვევს საკუთარ თავს, მაგრამ ქალბატონი კიმბერლი ლოუ. ხო, აი ხა კიმბერლი ლოუს როგორც ჩანს აცდენ და შეძლეს ერთ კონკრეტულ სენატორთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომ ის ჩამოვიდა საქართველოში, შეხვდა ოპოზიციასაც და შეხვდა ივანიშვილის პრემიერსაც, მაგრამ როგორც ვნახეთ, მანდაც კი ამ შემთხვევაშიც კი ფუნდამენტურად განსხვავდებოდა ის გზავნილები, რომელიც შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ სენატორის განცხადებაში. ცხადია, ბუნებრივია ის მოუწოდებდა ივანიშვილის წარმომადგენლებს, რომ მოიქცნენ ისე, როგორც უნდა მოიქცეს საღიაზრის მქონე ხელისუფლება, კერძოდ ითანამშრომლ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც ასევე ბუნებრივად შესაბამისობაშია ქართულ ეროვნულ ინტერესებთან. მადლობა ბატონ ზაზა იმისთვის, რომ გვესტუმრეთ და დაგვითმეთ დრო. ზაზა ბიბილაშვილი აფასებდა პოლიტიკურ პერიპეტიებს.